ფაქტობრივად ლაგოდეხის დაცული ტერიტორია ერთგვარი მცირე ნოეს კიდობანია, სადაც ჯერ კიდევ შემორჩა ის სახეობები, რაც კავკასიის რეგიონში გადაშენების საფრთხის წინაშეა, მაგალითად ლაგოდეხში ყავს ირმის პოპულაცია საკმაოდ ძლიერი, საქართველოში ერთდროს მთლიანი საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ირემი და სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ლაგოდეხში და ბორჯომხარაგაუშია სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია. სწორედ ამიტომ აქვს დიდი დატვირთვა დაცულ ტერიტორიებს, რადგან ის არის ერთგვარი ოქროს ფონდი და ეხლა უკვე სიტუაცია იქით მიდის, რომ ეს ირემი მრავლდება და უკვე დაცულ ტერიტორიას ტოვებს და ამის საშუალება იქნება უკვე დაუბრუნდეს ტყეებს ირემი. იგივე შეგვიძლია ვთქვა ჯიხვებზე, რომლებიც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების სავიზიტო ბარათია, ფაქტობრივად მათ 1000 მეტრიდან 3400 მეტრამდე ყველგან შეხვდები და ბოლო წლების ტენდენცია აქაც მზარდია, თუ არ ჩავთვლით იმასა 90-იანი წლების საშინელი მდგომარეობა იყო ცხოველებისთვის, რადგან საშინელად შემცირდა. დღეს უკვე ყველაფერი სტაბილურობაშია და უკვე მატება არის დაახლოებით 400 ჯიხვი ბინადრობს ტერიტორიაზე და მომავალ წლებში დაახლოებით 5 წელში მის გასამაგებას ვარაუდობთ.